მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ამ ინიციატივამ თქვენში დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ, რომ მიიღეთ მონაწილეობა. თითოეული თქვენი გზავნილი ჩემთვის ღირებულია. მეორე კითხვა იყო სხვა სამინისტროების დაუწყებების თემაზე. ამ კითხვებს ჩემი თანამშრომლები ადრესატებს აუცილებლად მიაწვდიან. გადავიდეთ უკვე კონკრეტულად საქმეზე და თქვენს მიერ გამოგზავნილ კითხვებს მე შევეცდები მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გავცეთ და გაძლევთ პირობას ასეთი ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ბატონი ჯემალ გახოკიძე, რომელსაც აინტერესებს ენერგოპროსთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და ტარიფის დაწევის პროგნოზი. ბატონო ჯემალ, არსებობს სემეკის დადგენილება ელექტროენერგიის მოხმარების წესების შესახებ, სადაც გაწერილია ყველანაირი ურთიერთობა კომპანიასა და აბონენტს შორის. ამიტომ არ არის აუცილებლობა წერილობით ხელშეკრულების დადების. აი ის ქვითარი, რომელიც მომხმარებელს, რომელიც თქვენ მოგზით, შეიძლება ჩაითვალოთ ოფიციალურ დოკუმენტად კომპანიასთან ურთიერთობის კუთხით. ტარიფის საკითხს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, პირველივე რაზეც პირადად მე და ჩემმა სამინისტრომ დაიწყო მუშაობა, ეს იყო ტარიფის შემცირება და შევქმნით გარკვეული ადამიანებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი, სადაც გაწევრიანებული იყო სხვადასხვა ექსპერტები, სამინისტროს თანამშრომლები და დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა და ყველანაირი რესურსი, რის შესაძლებლობაც იყო ჩვენ გამოვნახეთ და მოვახერხეთ 4 თეთრით შეგვემცირებინა პირველ ორ საფეხურზე, ვინც 100 კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმართ და 300 კილოვატ ელექტროენერგიას. ამ აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლოთ შემცირებული ტარიფით 4 თეთრით. რაც შეეხება საომალოდ შესაძლებელია თუ არა ტარიფის შემცირება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გამოინახება რაიმე მარჟა იმისა, რომ მოხდეს ტარიფის შემცირება, ეს რა თქმა უნდა საზოგადოების თქვენთვის ცნობილი გახდება. ქალბატონ მანანა აბაშიძის კითხვა, როდის დასაქმდება ხალხი? ქალბატონო მანანა, დასაქმების პროცესი მიმდინარეობს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეს არ არის დროებითი ან ერთჯერადი მოვლენა. დასაქმებული მოსახლეობა არის სტაბილურობის, მდგრადი და აღმავალი ეკონომიკის გარანტიაც და შედეგიც. ამიტომ სწორი პოლიტიკის წარმართვა და არაპოპულისტური ნაბიჯები ამ მიმართულებით მოგცემს რეალურ შედეგს. მინდა ჩემი ქვეყნის მოსახლეობამ კარგად გაიზიაროს მთავარი და მნიშვნელოვანი. თქვენ აშენებთ სახელმწიფოს ჩვენი მთავრობის დახმარებით და ხელშეწყობით და ამ შენებაში დარწმუნებული ვარ, თანმიმდევრულად დასაქმდება ყველა, ვისაც უკეთესი მომავალი უნდა. მიმაჩნია, რომ ეს მრავალშრიანი საკითხია. ათეული წლების მანძილზე სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო წარმოქმნილი და ფესვებგადგმული პრობლემაა ჩვენ საზოგადოებაში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ყველამ ჩვენ საზოგადოებამ უნდა ვიმსჯელოთ. ჩემთვის მსგავს დისკუსიაში საინტერესო იქნება მონაწილეობის მიღება და ჩართულობა და მე მზადყოფნას გამოვხატავ, თუ თქვენი მხრიდან იქნება სურვილი მივიღო ამგვარ დისკუსიებში მონაწილეობა. მე მინდა ასევე ყურადღება გავამახვილო ჩვენი ხელისუფლების მთავრობის იმ პრიორიტეტზე, რომელიც გახლავთ ჩვენი ეკონომიკის გაჯასაღება, გაძლიერება, რაც პირდაპირ კავშირშია იმ დიდ პრობლემასთან, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, სამუშაო ადგილებს ეხება ეს. ჩვენ თუ გვექნება ძლიერი ეკონომიკა, ჩვენ თუ შევძლებთ მოვახერხებთ იმას, რომ ქვეყანაში ახალი დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს, ადგილობრივი ბიზნესი კიდევ უფრო გავააქტიუროთ. რა თქმა უნდა, ეს მოგცემს საშუალებას ქვეყანაში აშენდეს ახალი საწარმოები, ახალი ქარხნები, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც გახლავთ დასაქმების, გადაწყვეტილი იქნას. მაგრამ დამეთანხმებით ამაში, რომ ამას დრო დაჭირდება, წარმოუდგენელია უცებ ერთი ხელის მოსმით ამ ყველაფრის შექმნა და გაკეთება, მაგრამ გაძლევთ პირობას, მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად მუშაობს და ნიშნულოვანი წინსვლაც იგრძნობა და გადადგმული ნაბიჯებიც არსებობს, თუნდაც ახალი ინვესტიციების შემოსვლის მიმართულებითაც. ბატონი გია გოთუა კითხულობს, იცით თუ არა, როგორ იზღუდებიან ყაზტრანსგაზის და სოკარის მხრიდან კერძო კომპანიები, რომლებიც გაზიფიცირების მშენებლობის სფეროში მოღვაწეობენ, უკანონო ბარიერებით, რითაც საგრძნობლად ფერხდება მოსახლეობის გაზიფიცირების პროცესი. ბატონო გია, გთხოვთ მოგვაწოდოთ კონკრეტული ინფორმაცია, სადაც ადგილი ჰქონდა კერძო კომპანიების შეზღუდვას. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიებმა აიღეს ვალდებულება სოფლების გაზიფიცირებაზე, მაგრამ ვერ შეასრულეს ეს ვალდებულებები.
აქვე მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ ურთიერთობას არეგულირებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და შესაბამისი კანონმდებლობა. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ როგორც მარეგულირებელ კომისიას, ასევე მოგმართოთ ჩვენ, წარმოადგინოთ ის ფაქტები, რაზეც თქვენ წერილობით გვამცნეთ და შესაბამისი რეაგირება მოყვება ამ ყველაფერს. ქალბატონი მაიკო ცაგურია. წალკის რაიონში დაბა ბედიანში არ აქვს წლებია ბუნებრივი გაზი. მთავრობის შესვლის შემდეგ იმედი ნამდვილად ჩაესახათ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება. ქალბატონო მაიკო, კომპანია სოკარი ენერგეტიკის სამინისტროსთან ათანხმებს სოფლების გაზიფიცირების გეგმას, რომელიც უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს ფაქტიურად საქართველოს ყველა რეგიონში. აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც უახლოეს პერიოდში განახლდება, განთავსებული იქნება სამინისტროს ვებგვერდზე და თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია კონკრეტულად ამ სოფლის გაზიფიცირება თუ როდის იგეგმება. მე მინდა ასევე გავაკეთო პატარა განმარტება გაზიფიცირების სამუშაოებთან დაკავშირებით, როგორც მოგახსენებთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონების მიხედვით მიმდინარეობს ეს გაზიფიცირების სამუშაოები და ესეც აქტუალური თემაა საზოგადოებისთვის, მოსახლეობისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2017 წლის ბოლოსთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულებული იქნება გაზიფიცირების სამუშაოები. ჩვენ მქონდა გეგმა 2015-ში დაგვესრულებინა ყველა სამუშაოები, მაგრამ აქ დაემატა კიდე დამატებითი აბონენტები და 2017-ში ჩვენ სრულად მთელი ქვეყნის მასშტაბით დავასრულებთ ამ სამუშაოებს. აქვე მინდა აღვნიშნო, ძალიან ბევრი კითხვებია ხოლმე საზოგადოებაში, როდესაც ხდება კომპანია სოკარის მიერ გაზის შეყვანა სახლში კონკრეტულად ჩვენ იმის გათვალისწინებით, რომ ვიცით თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორ უჭირთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, დავაწესეთ შეღავათები. თქვენ იხდით 25 ლარს, აკეთებთ განაცხადს და კომპანია ვალდებულია თქვენ გაზი შეგიყვანოთ სახლში. ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ კომპანია გაწეული სამუშაოებს, რომელსაც ის განახორციელებს, როდესაც თქვენ მოგიტანთ მიღება ჩაბარების აქტს, იქ იქნება გაწერილი თუ რა სამუშაოები შესრულდა და რა თანხის არის ეს სამუშაოები. ეს არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს. თუ მაგალითად კომპანიას სამუშაოები დაუჯდა პირობითად მაგალითად მომყავს 800 ლარი, 900 ლარი, თქვენ იხდით მხოლოდ 600 ლარს, დანარჩენი 300 ლარი იქნება კომპანიის გადასახადი. ეს 600 ლარიც იქნება გაწერილი რამოდენიმე წელზე. პირველი გადასახადი იქნება 25 ლარი და შემდეგ თვეებში ყოველთვიურად გადაიხდით 25 ლარს და დამატებით იმ გაზის მოხმარების საფასურს, რასაც თქვენ მოიხმართ. ეს ყველაფერი იმისთვის არის გაკეთებული, რომ შეღავათი მივცეთ მოსახლეობას. თუ მიღება ჩაბარების აქტში გაწეული სამუშაოები იქნება 600 ლარზე ნაკლები, მაშინ დაფიქსირდება ზუსტად ის ციფრი, რაც იქნება მოცემული და რა დაუჯდა კომპანიას სამუშაოები. 600 ლარს სამუშაოები არ უნდა აღემატებოდეს. ბატონი თაზო თხილაშვილი მცხოვრები ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში. მას აქვს გაზის შეყვანის პრობლემა საცხოვრებელ სახლში. ბატონო თამაზ, არსებობს შემთხვევები, როდესაც საშუალო წნევის გასცდენი გარკვეული მანძილით არის დაშორებული მოსახლეობიდან. ამ შემთხვევაში კომპანიამ უნდა გაწიოს დამატებითი ხარჯები, რათა უზრუნველყოს აბონენტის გაზიფიცირება. ასეთი ტიპის შემთხვევების დროს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოყოფილი აქვს თანხები საქართველოს სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და კომპანია სოკარის ადგილობრივ სერვის ცენტრს, სადაც დეტალურად აგიხსნიან, როგორ არის შესაძლებელი აღნიშნული პრობლემის მოგვარება. აქვე მინდა აღვნიშნო ზოგადად, როგორც ვატყობ, ბევრმა მოქალაქემ არ იცის თავისი უფლებები. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას და მედიას ამ მხრივ დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი. მეტი ინფორმირებულობაა საჭირო ჩვენი მოსახლეობის. თუ რა სამოქალაქო ადმინისტრაციული და სამომხმარებლო უფლებები გააჩნია თითოეულ ჩვენგანს. ადამიანმა უნდა იცოდეს, როდის რომელ სამსახურს მიმართოს, როცა რაიმე აინტერესებს. უნდა იცოდეს, რისი უფლება აქვს სახელმწიფო ინსტიტუტებთან კომუნიკაციისას და რა შეუძლია მოთხოვოს ამა თუ იმ უწყებას. ამიტომ ეს რაც მე მოგმართეთ, შეგიძლიათ თქვენ ადგილობრივ სოკარის ხელმძღვანელობას მიმართოთ ამ პრობლემით და ეს პრობლემა მოგვარებული იქნება აუცილებლად. ქალბატონი ნინო ვაშაძე. წეროვნის დევნილთა დასახლებას რატომ აღარ უკეთდება ცოტა შეღავათიანი დენის და გაზის გადასახდელზე?
ქალბატონო ნინო სამწუხაროდ ენერგეტიკის სამინისტრო არ აწესებს შეღავათებს, ვერ დააწესებს ელექტროენერგიასა და გაზის გადასახადზე აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად შეგიძლიათ მიმართოთ ტოლილთა და განსახლების სამინისტროს. ზოგადად გაზიფიცირებაზე ბევრი კითხვა იყო შემოსული, სოფლების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით და მთლიანად მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წელს არის დაგეგმილი ამ პროექტის დასრულება. ეს არ ეხება მაღალმთიან რეგიონებს, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია გასადენის გაყვანა. არის ვებგვერდი ოფიციალური სამინისტროს, სადაც არის შესაბამისი ინფორმაცია იქნება მოწოდებული და შეგეძლებათ დეტალურად განიხილოთ ყველა ის რეგიონი, რაიონი, სოფელი, სადაც იქნება განხორციელებული სამომავლოდ სამუშაოები. ბატონი ალექსანდრე ჯაჭვაძე, ბატონო კახი, თქვენი სამინისტროს მიერ წარდგენილ რუკაზე სინათლე ყველა სოფელს გურჯაანის რაიონის სოფელი ჭერემი არ აღმოჩნდა. მართლა აპირებს სამინისტრო ამ სოფელში დენის გაკეთებას თუ დაპირებად დარჩა. ბატონო ალექსანდრე, უნდა მოგახსენოთ პირველ რიგში, რომ როცა ჩვენი ხელისუფლება აცხადეს, რომ სინათლე ექნება ყველა ამ დრომდე უშოქეს სოფელს, ეს აუცილებლად შესრულდება, მაგის პირობას გაძლევთ. უფრო კონკრეტულად კი რუკაზე დატანილია ის სოფლები, სადაც უკვე მიმდინარეობს მუშაობა, ანუ მოხდა სოფლიდან განაცხადის მიღება, დაფიქსირება, მთავრობაზე გატანა, კვლევითი მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება და ეხლა მიმდინარეობს ელექტროფიცირების პროცესი. თქვენ სოფელთან დაკავშირებით დღის მდგომარეობით მიღებულია განაცხადი, ეს აუცილებლად გავა მთავრობაზე და დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები. ეს რამდენიმე თვიანი პროცესია, შემდეგ უკვე ძირითად ტექნიკური სამუშაოები დაიწყება და წინასწარ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ თქვენ სოფელში წლის ბოლოს ყველა ნათურა აუცილებლად აინთება, ამის გარანტიას გაძლევთ. ბატონი ნიკო მანაგაძე, ბატონო კახა, აშენდება თუ არა ხუდონხესი და როდის დაიწყება? თუ ეს ძალიან არ ჭირდება ქვეყანას, გთხოვთ მოააშენებთ. აქვე არის კიდევ ხუდონთან დაკავშირებით კითხვა. ბატონი ვალტერ ყავრილაშვილს აინტერესებს ხუდონის კლიპების შესახებ, თუ ვისი დაკვეთით ხდება ამ კლიპების გაშვება. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, სახელმწიფო მთავრობა აფიქსირებს ამ პროექტის პერსპექტიულობას, პლუს სახელმწიფო ახორციელებს მონიტორინგს, რომ პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს კანონმდებლობასთან. გათვალისწინებული იყოს გარემოზე ზემოქმედების ფაქტორები, გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის სრულყოფილად დაკმაყოფილება, რაც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. იყოს უნაკლო განსახლების გეგმა, რომელიც მსოფლიო ბანკის სტანდარტებით იქნება და არის გაწერილი. მშენებლობა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ინვესტორის აქტივობებს, მათ შორის მის PR სტრატეგიას ამაში ცხადია, სამინისტრო ვერ ჩაერევა და ეს კლიპები, რომელიც გადის ტელევიზიაში, არის ინვესტორის მიერ დაგეგმილი PR კამპანიის ნაწილი. ზოგადად კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ხუდონის მნიშვნელობა, რადგან ვფიქრობ ამას საზოგადოება კარგად გაიგებს ამ პროექტის სტრატეგიულობას და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. ზუსტად ეს არის პირდაპირ კავშირში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასთან, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან, პირდაპირ კავშირში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, რადგან ჩვენ გქონდა ძალიან ხშირი შემთხვევები, როდესაც მოდის უცხოელი ინვესტორი და შემოაქვს წინადადება, მას უნდა გააკეთოს მაგალითად ახალი მეტალურგიული ქარხანა, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით უარს, რადგან არა გვაქვს იმის საშუალება, რომ მათ მივცეთ საკმარისი ელექტროენერგია. ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა მიმდინარეობს ჩვენი სამინისტროს მხრიდან და ვფიქრობ, მომავალი წლების განმავლობაში ვეცდებით ეს პრობლემა იყოს მოგვარებული. თვითონ ხუდონს რაც შეეხება ამ პროექტს აქვს ორი დადებითი მნიშვნელოვანი მხარე, ერთი არის ენერგეტიკული და მეორე არის ეკონომიკური. ელემენტარულად რო ავიღოთ ერთი თემა, მაგალითად ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად შემოსავალი ადგილობრივ ბიუჯეტში ექნება შემოსავლების სახით 12 მილიონი. თქვენ წარმოიდგინეთ იმ დროს, როდესაც დღეს წლიური ბიუჯეტი თუ არ მახსოვს არის 1,5 მილიონი, 2 მილიონი ლარი და როდესაც ექნება 10 მილიონით მეტი თუ რამდენი რამის გაკეთება შეიძლება რეგიონისთვის. ზუსტად ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ შევძლებთ სვანეთის გადარჩენას, ჩვენ შევძლებთ სვანეთის აყვავებას. შესაძლებელი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.
მშენებლობის პროცესში და მშენებლობის დასრულების შემდეგ. ამიტომ ამ პროექტის მნიშვნელობაზე მე არაერთხელ მისაუბრია და არ დავიღლები მომავალშიც ვისაუბრო, რადგან არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისე განხორციელდეს, რომ არავის გული არ ეკინოს და არავინ ნაწყენი არ დარჩეს. ბატონი შაკო ქუჩაშვილს აინტერესებს მართალია თუ არა, რომ სახელმწიფო ხუდონხესით მიღებულ ელექტროენერგიას სახელმწიფო არ მოიხმარს. ბატონო შაკო, ცოტა საკმაოდ უცნაური კითხვაა. თუ არ გამოვიყენებთ ხუდონის ენერგიას, ეს ობიექტი მაშინ სახელმწიფოებრივად როგორ გამოდის მნიშვნელოვანი და როგორ წაადგება ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას, ხო? არსებობს მაშინ ეს კითხვა. ეს განწყობა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის არაინფორმირებულების მაგალითია. საჭიროა ამ ხრივ ხალხთან მეტი მუშაობა, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება და იმ სტერეოტიპის და კლიშეების მოცილება, რაც 90-იან წლებიდან ენერგეტიკის შესახებ დაფიქსირდა საზოგადოებაში. ამ ხრივ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავ მეც პირადად, ჩვენი ხელისუფლება, სექტორის დარგის სპეციალისტები, რომ ეს ყველაფერი იყოს საზოგადოებისთვის მიწოდებული ამ ყველაფერზე სწორი ინფორმაცია, ეს ხარვეზია, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. კვლავ მინდა რამდენიმე კითხვა გავაერთიანო, ეს მთის დაცლასთან დაკავშირებით იყო ბევრი კითხვები შემოსული, მე ზუსტად ხარ დავაკონკრეტებ, იმიტომ ძალიან ბევრი იყო, ერთი და იგივე შინაარსის კითხვა და შევეცდები ერთობლივი პასუხი გავცეთ ამ ყველაფერს, გავაერთიანო მთის დაცლასთან დაკავშირებით პრობლემები, რომელიც იყო მოწოდებული, იყო დაკონკრეტებული რაჭა, ვეცდები ერთობლივი პასუხი გაგცეთ ამ თემაზე და უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ კარგია თურმე ეს თემა აქტუალურია მოსახლეობაში და თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ის თქვენი პრობლემები, რომელიც თქვენ გაქვთ. გაწუხებთ, ესე იგი პრობლემაა და ეს აუცილებლად უნდა გადაიჭრას. როგორ შეიძლება ამის მოგვარება? პირველ რიგში ასე ვთქვათ, ცივილიზაცია თანამედროვეობა უნდა შევიდეს თაში, უნდა იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, შრომისთვის და გართობა დასვენებისთვის ადეკვატური და შესაბამისი გარემო. მაგალითისთვის ამ დღეებში ჩვენ გავხსენით ლარსიხესი, ყაზბეგის რაიონში, იქვე გაიხსნება სასტუმრო, კაფე-ბარები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, სხვა ობიექტები, ვინ იulis მაგალითად სამტრედიდან ან რუსთავიდან იქ ხო სამუშაოდ. როცა არის ადგილობრივი მოსახლეობა, პირველ რიგში დემოგრაფიულად, სოციალურად ეფექტურია ასეთი ობიექტების გახსნა. კიდევ მაგალითი ავიღოთ ბოლო წლებში სვანეთიდან კატასტროფული მიგრაციის მაჩვენებელი. ნახოთ მას მერე, რაც სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობა განხორციელდა, რამდენი ადამიანი დაუბრუნდება მშობლიურ კერას. ის ხელოვნურად შექმნილი მითი, რომ სვანეთი რაღაცის მშენებლობის პროცესში დაიცლება, არის აბსურდი მერწმუნეთ. პირიქით დასაქმდება მოსახლეობა, მილიონობით ლარი შევა ადგილობრივ ბიუჯეტში და მოხმარდება იმას, რისი ნაკლებობაც ეხლა არის, სოციალური პროექტების განხორციელებას. ადამიანს რომ ცხოვრების ყველა პირობას შეუქმნი და დაასაქმებ. სად უნდა წავიდეს, ხო? ამაში ყველა დამეთანხმებით და ბოლოს მინდა ასევე რაჭის თემა შევახო. მართლა გულისკივილით ვეხმაურები ამ კითხვებს, ავტორებს, მახსოვს წინასაარჩევნოდ რეგიონებში გასვლისას ჩვენი აქტივისტები გაუგნებულები ჩამოვიდნენ რაჭიდან, ჩვეულებრივ ყვებოდნენ აჭედილ სახლებზე. ზემო რაჭაში იყო ეს განსაკუთრებით. წარმოიდგინეთ, შეიძლებოდა თანმიმდევრობით რამდენიმე სოფელი გაგევლოდა 1-2 მოხუცი შეხვედროდა. თითქმის არაფერი ფუნქციონირებს, მოსახლეობის მუდმივი მაცხოვრებლების რაოდენობა მინიმუმამდეა დასული. ეს არის დიდი პოტენციალის და რესურსის კუთხე. ყველა მიმართულებით, რომელიც მისახედი და ასაღორძინებელია თავიდან ბოლომდე. და იყავით დარწმუნებულები იმაში, რომ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ პრობლემის მოგვარებაში. ქალბატონი ლალი ჯინარიძე, ბატონო კახა, ეშველება თუ არა რამე 50-იან წლებში აშენებულ კორპუსებს, რომლებიც უკვე ამორტიზირებულია კერძოდ ვაჟებშაველას კვარტალში და აქვე ბატონი ტატო როდიდან იგეგმება ძველი თბილისის კერძოდ ლესელიძის ქუჩაზე ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები. ამ ორ კითხვას გავაერთიანებ, რადგან შინაარსობრივად ერთნაირია. ქალაქს სჭირდება პატრონი, ამაში დამეთანხმებით, მართვის და მოვლის სწორი პოლიტიკა.
ძველი არქიტექტურულად ღირსშესანიშნავი უბნების რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, ამორტიზირებული სახლების აღრიცხვა, შემოწმება, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ცალკე უამრავი პრეტენზიაა და ქალაქის საჩივარი ქალაქის урბანული იერსახის გამო. ყველამ ვიცით პროფესიონალების ჩივილი, რომ არ არსებობს ქალაქის განახლებული გენგიგმა. არ არსებობს ქალაქის урბანული განვითარების სტრატეგია, სამაგიეროდ არსებობს პრობლემა მწვანე ზონებთან დაკავშირებით, უხარისხო და უსისტემო მშენებლობებთან დაკავშირებით. ამიტომ რა ვთქვა, იზრუნეთ, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ავირჩიოთ ქალაქზე მზრუნველი პიროვნება. მარტო კონცერტების გამართვა და ვთქვათ სახალხო სეირნობის ორგანიზება არ არის მერის მოვალეობა და ვალდებულება. ქალაქი უნდა იყოს მოვლილი, ინფრასტრუქტურა გამართული, ქალაქში თავს ერთნაირად, კომფორტულად უნდა გრძნობდეს ადგილობრივი მოსახლეობა და რა თქმა უნდა სტუმრებიც. ბატონი თემო დალაქიშვილი ქარელის გადასახვებთან დამეჯახა ახალციხის კრიმინალური პოლიციის პიკაპი, რომელსაც მართავდა თანამშრომელი გვარდასახელს არ დავასახელებ. ექსპერტიზამ გამამართლა და ზარალის ოდენობაც დაუდგინდა 2100 ლარი. საჯარიმოდან გამოვიყვანე ალბათ ავტომობილი 250 ლარი გამომართვეს. ეს მანქანა იყო ჩემი ერთადერთი ცხოვრების წყარო, რითაც ვინახავდი ჩემ ოჯახს. 2 თვე გავიდა და ფულს მაინც ვერ ვიღებ. ავიყვანე ადვოკატი, რომელსაც გადაუხადა 650 ლარი, ეს პროცენტი თავიღე. ამ პოლიციელს როცა ველაპარაკები არ გადაგიხდიო მეუბნება, სადაც გინდა იქ მიჩევლეო. სასამართლოს კი უნდა დამატებით სახსრები, რაც არ გამაჩნია. 2 თვეა პიკაპი კაპიკი არ მიშოვია, რა გავაკეთო? გთხოვთ მიშველეთ ოჯახი შიმშილით მიკვდება. ბატონო თემურ, მე მიზანმიმართულად არ დავასახელე იმ პიროვნების გვარი და სახელი. თვითონ ფაქტს რაც შეეხება ძალიან სამწუხაროა თუ მართლა ეს ასე მოხდა და გაძლევთ პირობას. მე ამ თქვენს მიერ გამოგზავნილ წელს აუცილებლად გადავცემ შესაბამის სამინისტროს, აუხსნი სიტუაციას და თუ დანამდვილებით ყველაფერი მართლა ისე არის, როგორც თქვენ იწერებით თქვენს მიერ მოწერილ წერილში, გაძლევთ პირობას, რომ აუცილებლად დაგეხმარებით და ეს პრობლემა მოგვარებული იქნება. ბატონი სოსო გალუმაშვილი. ბატონო კახა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბატმა ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრისას განაცხადა, რომ ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობაში მსხვილი ინვესტიციების ჩადებას აპირებენ. უვიზნებთ ერთ-ორ პროექტს, კონკრეტულად ამ სფეროში განაცხადა მან, რომელ პროექტებზეა საუბარი. დიახ, მოგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და EBRD-ის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბატის შეხვედრის შემდეგ EBRD-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება 2015 წელს თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარების შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იქნება პირველი დიდი მასშტაბის შეხვედრა კავკასიაში, რომელიც შესაძლებლობას მიცემს საქართველოს ინვესტიციათა ახალი ნაკადის მოსაზიდად. ამის გარდა EBRD გეგმავს ახალი ინვესტიციები ჩადოს ქართულ ენერგეტიკაში. ჩვენ მქონდა ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელებთან შეხვედრა, რადგან მათ გამორთქვეს სურვილი, რომ აინტერესებთ ენერგეტიკის სფერო და ჩვენ რა თქმა უნდა წარუდგენთ ყველა იმ პროექტს, რომელიც გაგვაჩნია, რომელიც სამინისტროს ნუსხაში არსებობს და აქედან შერჩეული იქნება მათთვის საინტერესო პროექტი და მინდა აღნიშნო ის, რომ ზოგადად ძალიან გააქტიურდა ინვესტიციები ჩვენი დარგის მიმართულებით და ძალიან სასიხარულოა ის, რომ ძალიან გააქტიურებულია ასევე ადგილობრივი ბიზნესი, რათა მოხდეს ამ დარგის განვითარება და ჩვენ ყველანაირად მაქსიმალურად ნებისმიერ ინვესტორს, ეს იქნება უცხოელი თუ ადგილობრივი, ყველანაირად ხელშეუწყობს, რადგან ენერგეტიკის დარგში მოხდეს ახალი პროექტების განხორციელება. მე ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ საქართველოსა და EBRD-ს პარტნიორობის ფარგლებში გასულ წელს 13 პროექტი განხორციელდა 100 მილიონი დოლარის ღირებულების. EBRD-ის პრეზიდენტის თქმით, მომდევნო წელს ეს რიცხვი გაორმაგდება, რაც ნამდვილად სასიხარულოა. პროექტები განხორციელდება, როგორც მოგახსენებთ,
სფეროში, ჰიდროენერგიის სფეროში. საქართველოს ვიცით ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ გვაქვს წყალი და ამას შეუძლია აწარმოოს ჰიდროენერგიის ექსპორტი რეგიონალურ ბაზრებზე, რასაც აუცილებლად ჭირდება ხელისშეწყობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ასევე შესაძლებელია თურქეთის გავლით ევროპაშიც. ქალბატონი გულიკო სხვითარიძე, ბატონო კახი, როგორია თქვენი აზრი იმ პირობითად მსჯავრდებულების მიმართ, რომლებმაც შეგნებულად არ მიიღეს სააკაშვილის შეწყალება და უარი თქვეს განცხადებით მიმართვაზე. იმედი გქონდათ, რომ ახალი ხელისუფლება უფრო უმანური და სამართლიანი იქნებოდა მათ მიმართ. ქალბატონო გულიკო, მე როგორც ვიცი, განიხილება ყველა საქმე. შესაბამისი ორგანოები მუშაობენ იმ დანატოვარზე, რაც სააკაშვილის ხელისუფლებისგან გვერგო. საჭიროა ყველა საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომა და ცხადია უმჯობესია მეტად იქნეს დაზუსტებული თითეული ფაქტი კონკრეტულად. საჭიროების შემთხვევაში თქვენ გვერდით მიგულეთ, დარწმუნებული ვარ, სულ მალე ყველა მოქალაქე შეძლებს ადეკვატური პასუხი მიიღოს შესაბამისი უწყებებიდან. საუბარია ინვესტიციების მოზიდვაზე და რა კეთდება იმისთვის, რომ ქართულმა ინვესტიციამ საგრძნობლად იმატოს საქართველოში. ბატონო გურამ, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, მე ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი რეგულაციები, რამაც ენერგეტიკაში საინვესტიციო გარემო გააუმჯობესა და ინვესტორების დაინტერესებას კიდევ უფრო ხელი შეუწყო. ამაზე მოწმობს თუნდაც 2013 წლის 9 თვის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები რო ავიღოთ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სახით ენერგო სექტორში დაახლოებით 151 მილიონი ამერიკულ დოლარზე მეტი შემოვიდა. საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის მშენებლობის ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის შესახებ მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სახელმწიფოს ეკონომიკურ წინსვლაში. დაიცავს როგორც ინვესტორის, ასევე საქართველოს მთავრობის ინტერესებს. ერთის მხრივ ინვესტორს მიეცა გარანტიები, რომ ამ ქვეყანაში მათი ბიზნესი ხელშეუხებელია და ვერავინ ვერ შეძლებს საკუთარი სურვილის მიხედვით მათთვის ბარიერების შექმნას და მათ ქონებას ვერავინ შეეხება. ჩვენი მიზანია ენერგოსექტორში შექმნათ სტაბილური და ლიბერალური ბიზნეს გარემო. მინდა აღვნიშნო, რომ ენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელებით არა მარტო უცხოური, არამედ ქართული კომპანიებიც აქტიურად არიან დაინტერესებული. ანუ ხალხმა, ადგილობრივმა ბიზნესმენებმა შიშის გარეშე დაიწყეს კაპიტალის გამოჩენა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მათ სახელმწიფო იცავს და ვერავინ ვერ გაბედავს, ვერავინ ვერ შეძლებს მათ დატერორებას. ასევე პარტიასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა შემოსული დაახლოებით ერთი და იგივე თემატიკის და მოდით ერთობლივ პასუხს გაგცემთ ამ ყველაფერზე. მე უბრალოდ წარმოგიდგენთ ავტორებს, ვინც კითხვები გამოაგზავნოთ, ეს გახლავთ ბატონი ასლან ლორთქიფანიძე, ქალბატონი მანანა გოფოძე, ქალბატონი მარეხ მამულაშვილი, ბატონი რევას თოდაძე, ქალბატონი ლალი კუტუბიძე და ბატონი მამუკა ჯავჭანიძე. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ქართული ოცნება შეიქმნა ერთი საერთო იდეის და პიროვნების ირგვლივ. მიზანი იყო იმ ეტაპზე ერთი და კონკრეტული არჩევნების საშუალებით მოგვეხერხებინა სააკაშვილის რეჟიმისთვის დაგვესვა წერტილი. ჩვენ ყველამ ეს წარმატებით განვახორციელეთ, ამაში დამეთანხმებით. ამჯერად პარტია ერთგვარი დალაგების მოწესრიგების რეჟიმშია. ფორს-მაჟორულ სიტუაციაში შექმნილი და დაკომპლექტებული სტრუქტურა საჭიროებს ასე ვთქვათ, კლასიკურ სტანდარტიზაციას, მოდერნიზაციას, საჭიროა იდეოლოგიის ზუსტი ფორმულირება და მინდა გითხრათ და საინტერესოა ეს ალბათ თითოეული ადამიანისთვის, მინდა იცოდეთ, ჩვენი პარტია იზიარებს სოციალისტურ, დემოკრატიულ, ცენტრისტულ მემარცხენე იდეებს და ცხადია გვექნება პრეზენტაცია, პლუს უმალე ჩვენ დავიწყებთ კონფერენციების ჩატარებას რეგიონებში, რაიონებში გვექნება რეგულარული შეხვედრები, თავიდან ბოლომდე ყველა შტაბში მივალთ ოფისში და ჩატარდება შესაბამისი მუშაობა. ჩვენ უმძიმესი რუტინული პერიოდი გვაქვს გასავლელი, თავიდან ასაწყობია ფაქტიურად სტრუქტურები, რაც მთავარია მისახედია პარტიის წევრები.
ყველა აპარატის და იდეოლოგიის ერთგული ადამიანი დარჩება ჩვენს გვერდით, მე მინდა იყო თამაში დარწმუნებული, ვიცი ბევრი თვლის რომ მონაწილეობდა და ქმნიდა ქართულ ოცნებას პირველივე დღიდან და ეს არ დაუფასდა. ყოველ შემთხვევაში ასეთი შეგრძნება აქვთ მათ. გარწმუნებთ, ეს იყო დროებითი მოვლენა, იმედია ყველას კარგად გესმით ორ არჩევნებს შორის პერიოდის სირთულე თუ რა გამოვიარეთ და რა პრობლემები იყო. ქართული ოცნება არის პირველ რიგში თქვენი წევრების პარტია, რომლებმაც იბრძოლეს უშიშრად. თავდადებით და გამარჯვება მოიპოვეს. ასე რომ ის განახლების და დალაგების პროცესი, რაც ჩვენ პარტიის ხელმძღვანელობამ დავიწყეთ, მიუკერძოებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი. ჩვენ ვართ მეოცნებეები, მაგრამ არ ვიმყოფებით ილუზიებში. ვიცით, მეც ბატონმა ირაკლიმაც პოლიცსაბჭომ სრული შემადგენლობით თუ რა ხდება ადგილებზე, რა შიდა პარტიული პრობლემებია, რა განწყობაა ბევრგან ოცნების მიმართ, პირობას გაძლევთ ყველას, არც ერთ ოცნების ჯარისკაცს, გულშემატკივარს და იმედად მყოფს არ ექნება პრეტენზია, სინანული ან იმედგაცრუება ჩვენი პარტიის მუშაობასთან დაკავშირებით. ქართული ოცნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ჩააყენა პოლიტიკურ ავანგარდში და ჩვენ ამ საპატიო ადგილს, ამ დიდი პასუხისმგებლობას ვაფასებთ. ვუფრთხილდებით და აუცილებლად შევინარჩუნებთ თქვენთან ერთად. ასევე შემოვიდა კითხვები ბათუმის გულშემატკივრებიდან, სპორტზეც არის ბევრი კითხვა. ბათუმის სტადიონის მშენებლობა იდეაში თუ არსებობს, ტურისტულ ქალაქში რდება სტადიონი. მეც გეთანხმებით, ნამდვილად აუცილებელია ბათუმში იყოს სტადიონი. კონკრეტულად თუ როდის დაიწყება სტადიონის მშენებლობა, მე არ მაქვს ინფორმაცია. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ მქონდა ბარტონ არჩილთან საუბარი და სპორტზეც გადავედით და მან გითხრა, რომ თებერვალში უკვე ტენდერი გამოცხადებულია მშენებლობასთან დაკავშირებით. ანგისა სტადიონის მშენებლობა იგეგმება, სადაც 2,5 მილიონი ლარი ჩაიდება იმისთვის, რომ ყველანაირად იქნეს მოწესრიგებული ეს სტადიონი, რადგან ადგილობრივ ახალგაზრდობას მიეცეს საშუალება, რომ ფეხბურთი ითამაშონ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და მე პირადად ვიცი თუ რამ ხელა სიყვარული აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ამ სპორტის მიმართ. და იყავით დარწმუნებულები იმაში, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ფეხბურთი ქვეყანაში განვითარდეს. თვითონ სტადიონს კონკრეტულად რაც შეეხება, მე აუცილებლად მოვიკითხავ, მე თუ არ ვწდები, იყო რაღაც პროექტი სტადიონთან დაკავშირებით, თუ არ ვწდები 45 მილიონი ჯდებოდა ამ სტადიონის განხორციელება, მაგრამ შესაძლებელია უკეთესი, უფრო თანამედროვე, უფრო ლამაზი სტადიონის გაკეთება. აჭარა და ბათუმი ამას ნამდვილად იმსახურებს და გავარკვევ ამ ყველაფერს და მოგახსენებთ აუცილებლად. ასევე არის კითხვები ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრების მხრიდან, როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის ტორპედოს სპონსორის კომპანია ვისოლის წასვლის შემდეგ კლუბი გაურკვეველ ვითარებაშია. საუბარია გუნდში პრეზიდენტად გიორგი დემეტრაძის მოსვლის თაობაზე, ხოლო სპონსორების მოძიების მხრივ, როგორც ვიცით, აქტიურად მუშაობს ქვეყნის ხელისუფლება. ხომ არ ფლობთ კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას? მადლობ წინასწარ პასუხისთვის. და იგივე თემაზე ავთ ქალბატონ ილონა მაცაბერიძეს აკონკრეტებს გიორგი დემეტრაძის შესახებ ინფორმაციას. ასევე ბატონ დათო ალფაიზის და ნიკა ქამუშაძეს აინტერესებს ზოგადად ქართულ ფეხბურთს და ეროვნულ ნაკრებს თუ ეშველება რამე და მე უბრალოდ გავაერთიანებ, რადგან თემატურად ერთი და იგივე თემაა. ვეცდები ამასთან დაკავშირებით აუნწურავი პასუხი გაგცეთ. დავიწყოთ ტორპედო ქუთაისიდან. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ ძალიან ცუდია ის, რომ სპონსორმა კლუბი დატოვა. მით უმეტეს ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, როდესაც პირველი წრე დასრულდა, ასე რომ ვთქვათ, შუა სეზონში. ძალიან ცუდია ეს. რაც შეეხება თანხების მოზიდვას და სპონსორების მოზიდვას, ჩემი ინფორმაციით ადგილობრივი გუბერნიის წარმომადგენლები, თვითონ პირადად გუბერნატორიც აქტიურად არის ჩართული იმისთვის, რომ მოხდეს თანხების მოზიდვა, რადგან კლუბმა შეძლოს სეზონის დასრულება.
დემეტრაძეს რაც შეეხება, გიორგი არის ჩემი უახლოესი მეგობარი. მე მას ძალიან დადებითად ვახასიათებ, როგორც პიროვნებას, ასევე წარმატებულ ფეხბურთელს, პროფესიონალ სპორტსმენს, მხოლოდ დადებითი საუბარი შემიძლია მასზე, შეიძლება სუბიექტური ვიყო ამ შემთხვევაში, რადგან ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და ძალიან ბევრი კარგის თქმა შემიძლია ამ პიროვნებაზე. რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს და ეროვნულ ნაკრებს, ზოგადად სპორტში, კონკრეტულად ქართულ ფეხბურთში ძალიან რთული სიტუაცია, შეიძლება ითქვას კატასტროფულიც კი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია გუნდები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას ჩემპიონატში, არ არსებობს არანაირი ინფრასტრუქტურა, არ არსებობს პირველად ინფრასტრუქტურა ბავშვებისთვის, სპორტსკოლები. მე რამდენიმე თვის წინ თბილისის დინამოს პრეზიდენტ ბატონ ფიფიასთან ერთად თბილისში გავხსენით დინამოს საფეხბურთო სკოლა, რომელიც მე შემიძლია თავისუფლად თქვა არის თანამედროვე ევროპული სტანდარტების საბავშვო სკოლა და ასეთი წამოწყება, რა თქმა უნდა, ნამდვილად მისასალმებელია და ჩვენგან სახელმწიფოსგან, ხელისუფლებისგან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება იმ ბიზნესმენების მიმართ, ვინც ასეთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებს. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ფეხბურთის განვითარება, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენ ხელისუფლებამ, მთავრობამ მივიღოთ გადაწყვეტილება სტარტაპზე ინვესტიციების განხორციელების, რადგან დავაინტერესოთ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომ ისინიც ჩაერთონ, მათთვისაც გახდეს სპორტი, ფეხბურთი საინტერესო. ხა ფეხბურთი როგორ უყვართ საქართველოში, მე ამაზე არ დავიწყებ საუბარს, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ რთული იქნება წარმატებების მიღწევა, რთული იქნება საქართველოს ბავშვთა ფეხბურთის გაძლიერება, საქართველოს ჩემპიონატის გაძლიერება, თუ სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება გარკვეული ნაბიჯები გადადგმული და ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგნით აუცილებლად გვექნება მსჯელობა, რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყოს და უფრო საინტერესო გახდება ნებისმიერი ადამიანისთვის ფეხბურთი, სპორტი, უფრო საინტერესოს გავხდით და მიმზიდველს ჩვენ პატარებისთვის, მივცემთ იმ ნიჭიერ ახალგაზრდებს იმის საშუალებას, რომ თავის ნიჭის სწორად გამოიყენონ და მოახმარონ ქართულ ფეხბურთს და ჩვენი ქვეყანა ასახელონ მომავალში. დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ჩვენ და სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისაც შეუძლია ფეხბურთის თამაში, როდესაც მივა გარკვეულ ასაკამდე 15-16 წელი, მაშინვე ცდილობს ქვეყანა დატოვოს. ეს ალბათ გამოწვეულია ფინანსური პრობლემებით, რომელიც თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. გადადის სხვა რომელიმე ჩვენი მეზობელ ქვეყნების გუნდებში, ეს იქნება აზერბაიჯანი, სასომხეთი, უკრაინა, უბრალოდ უფრო მეტი ანაზღაურება მიიღოს. მე არავის შეურაცხყოფას, არც ერთი ქვეყნის ჩემპიონატის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ჩვენ ისეთი პირობები უნდა შევქმნათ მინიმალურ დონეზე, ისეთი პირობები, რომ ამ ახალგაზრდებს მივცემთ იმის საშუალება, რომ მათ საქართველოში რამოდენიმე წელი გაატარონ, ითამაშონ საქართველოს ჩემპიონატი და ამის მერე პირველად მათთვის იქნება საუკეთესო, რომ მათ ექნებათ საშუალება წავიდნენ ევროპის ნორმალურ განვითარებულ და წარმატებულ კლუბებში და იქ მიაღწიონ იმ დიდ წარმატებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, თითოეულ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს გააჩნია. ამიტომ პრინციპულად არის მნიშვნელოვანი ყველაფერი ჩვენ დავიწყოთ ამ ყველაფრის მშენებლობა ნოლიდან, ფუნდამენტიდან და დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო მთავრობა მიიღებს ამ ყველაფერში მონაწილეობას. ქალბატონი მზია კითხულობს, ბატონო კახი, როგორც მთავრობის წევრს კი არა, როგორც სპორტსმენს გეკითხებით, ოლიმპიადაზე სოჩში უნდა წავიდნენ თუ არა ჩვენი სპორტსმენები. ქალბატონო მზია, მე ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რადგან სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული იყოს. ჩვენ და სამწუხაროდ წინა ხელისუფლების დროს ყველაფერი ასე რომ ვთქვათ, პოლიტიზირებული იყო, სპორტი, მედიცინა, ხელოვნება, ამაში თქვენც დამეთანხმებით, რაც ჩემის აზრით არასწორია და სპორტს აქვს თავისი ადგილი, მედიცინას აქვს თავისი ადგილი, ხელოვნებას აქვს თავისი ადგილი. თვითონ ოლიმპიადაზე წასვლას რაც შეეხება, მე ვეთანხმები იმას, რომ ჩვენი სპორტსმენები აუცილებლად უნდა წავიდნენ ოლიმპიადაზე და წარმატებითაც უნდა დაუბრუნდეთ საქართველოში, აი ეს იქნება ჩემი პასუხი ოლიმპიადასთან დაკავშირებით. ბატონი ნიას ჩიტიძე, ბატონო კახა, მხოლოდ ერთი რაღაც მაინტერესებს, როგორ შეეგუეთ ფეხბურთელობიდან მინისტრობას. რაც შეეხება ფეხბურთელობიდან მინისტრობას, მოგეხსენებათ
გარკვეული დრო პერიოდი მე გამოვიარე როგორც წინა საარჩევნო პერიოდი მაქვს ხედველობაში ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის რადგან ყოველდღიურ რეჟიმში მიწევდა ფაქტურად ისეთ გამოცდილ ადამიანებთან ისეთ გამოცდილ პოლიტიკოსებთან მოღვაწეობა ვისგანაც ძალიან ბევრი რამ შევიძინე და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ უმოკლეს პერიოდში რომ გითხრათ გამიჭირდა მოგატყუეთ ნამდვილად არ ყოფილა ასე მე ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი ნებისმიერ საქმეში ეს იქნებოდა სპორტი ფეხბურთი ბიზნესი ყველგან მაქსიმალურად კარგად დამემკვიდრებინა თავი და მაქსიმალურად წარმატებული ყოფილიყავი და ვფიქრობ იმ თანამდებობაზე რომელზეც დღეს ვიმყოფები და მე ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული თუ რამდენად საპასუხისმგებლო არის ეს ყველაფერი ეს კარგად მაქვს გათვითცნობიერებული სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო რომ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ჩვენი სამინისტრო დარგი იყოს ყველაზე განვითარებული ყველაზე წარმატებული და ამისთვის არაფერს არ დავიშურებ რადგან ძალიან კარგად მესმის ზუსტად ჩვენი დარგის წარმატება ენერგეტიკულად განვითარება პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასთან და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თითეული მოსახლის კეთილდღეობასთან ბატონი დავით ფილაური რატომ სპორტიდან პოლიტიკაში რაც შეეხება სპორტს მე მინდა აღვნიშნო ის რომ თუ რაიმე გამაჩნია ამ ქვეყანაზე თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე ცხოვრებაში არის სპორტის ფეხბურთის დამსახურება და როდესაც მივიღე გადაწყვეტილება დამესრულებინა ჩემი საფეხბურთო კარიერა ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამაზე, არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ როდესაც საპირწონედ ვაყენებდი ჩემს ქვეყანას, იმ სიტუაციას, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ყველაფერი გადაწონა ამან და თქვენც დამეთანხმებით ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, რაც ქვეყანაში ხდებოდა, თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს ყველაფერი იყო ძალიან მტკივნეული და როგორც თქვენ ისე მეც განვიცდიდი ამ ყველაფერს. ბოლო წლების განმავლობაში 300,000 ადამიანი იყო ასე რომ ვთქვათ გასამართლებული ქვეყანაში. ეს ძალიან დიდი რიცხვია. ასევე არ არსებობდა ოჯახი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებოდა და ეს ყველაფერი თანდათან დაგროვდა ჩემშიც და როდესაც გამოჩნდა პიროვნება მე მხედველობაში მყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხალხი ენდობოდა, პიროვნება, რომელმაც ფაქტიურად შეძლო და გააერთიანა მთელი საქართველო, ყველა დავირაზმეთ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება წარმოადგენდა და რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი დატოვა საზოგადოებაში. მეც მივიღე გადაწყვეტილება, ყოფილიყავი იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მინდა იყოთ იმაში დარწმუნებული, რომ ნებისმიერ მოედანზე, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის გავატარებ ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ინტერესებს და ვიქნები ყოველთვის იქ, სადაც ჭირდება ქართულ ხალხს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ჩვენს ვიდეო დიალოგში. თქვენი აქტიურობა არის ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული. იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი ამ ფორმატის კონტაქტი მომავალში იქნება ბევრად უფრო კონსტრუქციული, ტევადი და საინტერესო. ეს არის ჩემთვის თანამშრომლობის და ერთგვარი მონიტორინგის ფორმა საზოგადოების მხრიდან. ბევრი რამის შეფასების და გადაფასების საშუალება მაძლევს თითოეული თქვენი პოსტი, კითხვა, პრეტენზია, მაძლევს მიმართულებას ჩემს მუშაობაში. იმეც ვიტოვებ, მომავალი კონტაქტი მალე შედგება და ყველას კეთილი სურვილებით, დიდი სიყვარულით, გემშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ.